მოგესალმებით მეგობრებო, პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ ძალიან ისეთ ზედა შრეზე ფსიქოლოგიური კუთხით, ასტროფსიქოლოგიაში ძალიან ისეთ გამოკვეთილ ზედა შრეზე მზისა და მთვარის მდებარეობაზე, რომელიც ასტროფსიქოლოგიაში აჩვენებს ცოტა ისე რომ გითხრათ მზე არის ჩვენი ბევრი ვიდეოებიც მაქვს ადრე დადებული ამაზე ჩვენ ცნობიერი მე არის როგორ ვაცნობიერებ სამყაროს როგორ გამოგვაქვს ჩვენი მე სამყაროში გარე სამყაროში როგორ ვავლენთ ჩვენს გონიერებასაც იმიტომ რომ გონებაც არის ამავე დროს მზე როგორ ვაცნობიერებთ რაღაცეებს ხო და მთვარე ეს არის როგორ გრძნობთ ამ ყველაფერს ხო და ეს ორივე ძალიან ისეთ ზედა შრეში ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი არის ჩვენთან ასტროფსიქოლოგიაში. უბრალოდ მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი აქ შეგვიძლია დავინახოთ პირად რუკაში, რამდენად გვაქვს აი ეს ცნობიერი და შინაგანი ემოციური სამყარო ერთმანეთთან თანხვედრაში და სად არის სამუშაო მაგალითად, ხო? ხშირად როგორ ვამბობ ხოლმე, იცით, აი ჩემთან თუნდაც რო კონსულტაციებს გადიან, ზოგს აქვს, აი ვისაც მთვარე აქვს ძალიან დაზიანებული მაგალითად, ხო? შეიძლება ყველაფერს ძალიან ლოგიკურად აცნობიერებდეს. აი სულ ყველაფერს აი ეს მინდა გავიკო, აბა როგორ გავაკეთო? აი ეს გავიგე, კაი, თურმე ეს მქონია და ეხლა რას შვები? აი ესეთი დიალოგები ყოველთვის მეანიშნებს, რომ მზე არის წამოწეული და მთვარეს აქვს ცოტა პრობლემა. მთვარე რა არის? არის შეგრძნებები, მეგობრებო. აი თუნდაც როდესაც ვთქვათ, გვინდა რომ კონსულტაცია თერაპიული გავხადოთ, ხო? ეს არის, როცა მე ვიგრძენი რას შევეხე აქ და შემდგომ ეს პროცესი მიდის, აი ერთი კვირა, ორი კვირა უკვე თერაპიული პროცესი მიდის და აი ამ თერაპიულ პროცესში ირთვება მთვარე აუცილებლად. მთვარის გარეშე ჩვენ ვერ შევიგრძნობთ ამ სამყაროს, ჩვენ უბრალოდ ვაცნობიერებთ ან ვაანალიზებთ. იქ მერკურიც თუ არის განსაკუთრებით ჩართული, ხო, გონების მმართველი პლანეტა, იქ თლიანად ცნობიერზე მიდის, აი გავიგო ლოგიკაში როგორ ხდება, თუმცა საკუთარი თავის შეცნობა მეგობრებო ლოგიკაში არ ხდება, ეს ხდება მხოლოდ შეგრძნებებთან კონტაქტით, სხეულთან კონტაქტით, ემოციური შინაგანი კონტაქტის გაღრმავება არის აუცილებელი და შინაგანი კონტაქტი ეს არის სრულად შეგრძნებები. ამას ვერ გავაცნობიერებთ, ამას ვერ დაუკავშირებთ რაღაც სქემებს, რაღაც ლოგიკას, ეს არის უბრალოდ შეგრძნებები. და შეგრძნებებთან საჭირო არის უბრალოდ კონტაქტზე გასვლა საკუთარ ემოციურ სამყაროსთან და ხშირად ლოგიკა, ხშირად მზე არ გვიშვებს ხოლმე ამისკენ, ამ საშუალებას არ გვაძლევს. ხშირად ის მოდელი, რომ მე ბავშვობაში არ მომეცა სადღაც საკუთარ ემოციებთან კონტაქტის შესაძლებლობა, სადღაც არ მომეცა შინაგან შეგრძნებებთან კონტაქტის საშუალება, მაგალითად არ მომიცით რა ბრაგს გრძნობ ახლა. აბა შენ თუ ეს გინდა შინაგანად, მოდი გავაკეთოთ, ხო? აი ესეთი რაღაცებით ვითარდება რა, ეს ნიშნავს დაზიანებული მთვარე, ეს ნიშნავს რომ ადამიანის შიდა ემოციები, შიდა სამყაროსთან არ იყო შეხება, ხო? არ იყო გაგება მისი, აი შინაგანად უბრალოდ უხილავად სიტყვების გარეშე, მოქმედებების გარეშე რომ გრძნობენ უბრალოდ, ხო? და აი ის მომენტი ყოველთვის არის მთვარესთან, ნუ მეოთხე სახლთანაც დაკავშირებული, იმიტომ რომ მეოთხე სახლი მთვარის სახლი არის, ასტროლოგიურ სახლებს რომ მიყვეს, სხვათა შორის ახლა ორთებერვალს მაქვს ტრენინგი სახლებზე, ვისაც გაინტერესებთ კიდევ უფრო ღრმად შესწავლა სახლების სისტემის, თავისი პირადი რუკებით, თავისი თერაპიული მიდგომით, მე ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე რაღაც გავს ტრენინგებს, რომ შეეხონ უფრო ასტროფსიქოლოგიას და არა უბრალოდ ასტროლოგიას, ხო? აქ შეხებაში საჭირო არის ისტორიებში, ემოციებში გაშლა ამ ყველაფრის და აი როდესაც ახლა ნუ თუნდაც მეოთხე სახლი ეს ასევე ჩართული როცა არის აქტიურად ეს მთვარის შეგრძნებებთან ძალიან გვაკავშირებს, შინაგან სამყაროსთან ძალიან გვაკავშირებს და ეს მნიშვნელოვანი არის რომ ამას ხედავდეთ, ამას ვაცნობიერებდეთ, ამასთან კონტაქტი გქონდეს, შეიძლება არ გქონდა ბავშვობაში ამ შინაგან სურვილებთან კონტაქტი და მთვარიდან გავდივართ არაცნობიერთან მეგობრებო, აი მეოთხე სახლი თუ არის კარმული არაცნობიერი საერთოდ იქით ძალიან დიდ წარსულში რო გადის. მთვარე ეს არის აქაური, ემოციური, ქალური, არაცნობიერი. სხვა შეს კალია თუ კაცია არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებელი არის მთვარე. მთვარიდან ჩვენ გრძნობთ სხეულს, მთვარიდან გრძნობთ ჩვენ სამყაროს მიმართ შინაგან დამოკიდებულებას. შინაგანად როგორ აქვს სამყაროსთან ურთიერთობა, შინაგანად
ჩვენ აი რაღაცნაირად დაფარული, ხო მთვარე რა არის ხო ჩვენთან, ეს არის დაფარული ენერგია, ეს არის უხილავი ენერგია, უხილავი სამყარო, რომელიც ახდენს რაღაც ადამიანის იმ არა ცნობილი შრეების დანახვას, რომელიც არ ჩანს ესე. მაგიტომ არის რომ ზერა ასპექტებშიც გვაქვს, ყველა გრძნობს, ყველა ხედავს ამას და მთვარეს ვერ გრძნობთ. მთვარეს ჩვენ თვითონაც ძლივს გრძნობთ ხოლმე. მთვარის ასპექტები ეს იმდენად გაუცნობიერებელი, ახლა მთვარე ხო ქალური ენერგიის პლანეტაა, ესე ვეძახით, ხო? და ქალური ენერგია არის უფრო პასიური, უფრო შეგრძნებადი და ამის დანახვა ხშირად ძალიან რთული არის ხოლმე ჩვენ თავისთვისაც არა თუ სხვებისგან. აი რაც არ უნდა ვიყოთ ადამიანთან ძალიან ახლო ურთიერთობაში, მის ფარეს დიდად ვერ ვეხებით და უფრო მეტად აი ძალიან ესეთ ღრმა ურთიერთობებში, აი ძალიან ახლო ურთიერთობებში შეიძლება უკვე გამოიკვეთოს, ხო, ეს შინაგანი მდგომარეობა. ისე ძირითადად უფრო ესეთ მზეს ვხედავთ უფრო ადამიანში, ხო? ახლა ზოდიაქოებზე რომ ამბობენ ხოლმე, ზოდიაქოთ ესაა, აქ უფრო მზის მდებარეობაზე არის აქცენტი, რა მდებარეობა აქვს მზეს, რომელ სახლში არის ზოგადად, რა ასპექტები აქვს, ამას უფრო უყურებ მე ვიდრე ნიშანს მართალი რომ გითხრათ, თუმცა ნიშანს უყურებ იმ კუთხით, რომ ძლიერია მზე, სუსტია მზე, მგრძნობიარე კომბინაციაში არის თუ მიწის კომბინაციაში არის, ხო, რა მოთხოვნილებები აქვს. ნუ მზეს ყოველთვის გვაჩვენებს ხოლმე მამის ენერგია, მამის რუკაში ასე თუ ისე რა ენერგიები არის, მზე აისრუტავს ჩვენს რუკაში ამას და ქალური ენერგია, ანუ დედის ენერგიას, ამას მთვარე აისრუტავს, ესე ვამბობთ ხოლმე, აჩვენებს კარგად. და აი ამ ენერგიებთან გავდივართ ხოლმე ძირითადად მუშაობა ფსიქოთერაპიული იქნება თუ ასტროფსიქოთერაპიული იწყება აი ამ ორი წერტილი და ნელა ჩასვლა უკვე ადამიანში. ეს არის ყველაზე პირველი, რასაც გრძნობთ, ვეხებით. შემდგომ არის რა თქმა უნდა ვენერა ეს არის ქალებისთვის განსაკუთრებით. ახლა მე მაგალითად როგორი ადამიანი ვარ, ნუ იქ ასციდენტი, ისა ეს ერთ-ერთი წამყვანი არის, მაგრამ მე როგორც ქალს უფრო შემატყობა ვენერასაც ყავს და მამაკაცს შეეტყობა უფრო მარსისაც ყავს. იმ ენერგეტიკას უფრო ასხევს. ახლა მე შეიძლება მარსი იმდენად ვერ გამოვასხივო როგორც ვენერა. და კაცი უფრო მარსს ასხივებს და ვენერა ეს არის უფრო მისი მაგალითად მოსაწონი გარემო, ქალი მაგალითად, როგორც ქალისთვის მამაკაცი როგორი არის, ხო? მისთვის მოსაწონი, მისთვის ის წერტილი, სადაც ქალი საკუთარ თავში მამაკაცურ ენერგიას ხედავს, რომლის რეალიზებაც სხვა მამაკაცმა უნდა მოახდინოს, ხო, იდეაში, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ამას, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერტილები, სადაც მე ვგრძნობ, ხო? აი ემოცია თუ არის მთვარე, ვენერა არის შეგრძნებები. და აი ამ შეგრძნებებს, გრძნობებთან გასვლა, როგორ გრძნობ მე ამ სამყაროს, ხო? ახლა მე მაგალითად ვენერა ნეპტუნის ჰარმონიული ტრიგონი მაქვს და აი ეს გარემო ახლა ჩემთვის რაც არის, ხო? რაღაც წყალთან ახლოს, ზღვასთან ბუნება სიმშვიდე, ეს არის ჩემთვის, ნუ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული აი გრძნობების სფერო, პოზიტიური გრძნობების სფერო, ხო? და აი ხშირად გვაქვს ხოლმე ვენერას შემთხვევაში თუ აქვს ადამიანს რაღაც კრიზისები, რაღაც პრობლემები თუ გვაქვს საშუალება ვენერას მეშვეობით მივიღოთ პოზიტიური ემოციები, მივიღოთ სასიამოვნო ემოციები, ეს რეაბილიტაციასავით მუშაობს, ფსიქიკის რეაბილიტაციასავით, ხო? ვენერა ეს მატერიალურ სამყაროს გამოხატავს, ეს სურვილებს გამოხატავს და რაც უფრო დაზიანებულია ხოლმე ვენერა, მით უფრო უჭირთ ამ სურვილების შეგრძნება, ამ სურვილებზე გასვლა ხოლმე, ხო? აი იმ სიმშვიდის, იმ ჰარმონიის ძებნა. აი ვენერა პირდაპირ ჰარმონია არის ჩვენ რუკაზე. ხა ძალიან ესეთ მოკლე რაკურს გიტარებთ ასტროფსიქოლოგიაში, ესე რომ თქვა, რომ მიმოვიხილოთ ყველაფერი, ასე თუ ისე, ხო, ესე რბილად. და აი ვენერა ესე პირად პლანეტებზე როცა ვლაპარაკობთ, ვენერათი გავდივართ ჩვენ უფრო აი იმ შინაგან ჰარმონიასთან, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, ხო, რაღაც სილამაზის ჰარმონიის დანახვის სურვილი, რაღაც ტკბობის სურვილი. აი ამ ტკბობასთან, ამ ჰარმონიასთან ყოველთვის ვენერა არის კავშირში და ვენერა სახლი, მეშვიდე სახლი არის კავშირში, რა თქმა უნდა. და მეორე სახლი არის კავშირში. მეორე სახლი უფრო მატერიალურ ტკბობასთან არის კავშირში, ეს არის
აი როცა მე რაღაც ლამაზ ნივთებთან მაქვს შეხება, ბუნებასთან მაქვს შეხება, გემრიელ საკვებთან მაქვს შეხება, ხო? რაღაც რესურსებთან, მატერიალურ რესურსებთან და მე შედე სახლი ეს არის, რომ მე რაღაც ლამაზად გამოვიყურებოდი, მე ჰარმონიულ საზოგადოებაში მივიყო, მე ლამაზ საზოგადოებაში ვტრიალებდი. აი ეს სიმბოლურად გეუბნებით ახლა, რომ ყველას ვენერა სხვადასხვა კომბინაციაში აქვს და ხა მაგალითად ქალისთვის მეათე სახლში ვენერა ის ჰარმონიულად გამოიყურება უფროსებისთვის, ხელმძღვანელებისთვის, ის როგორც ხელმძღვანელი პირი ან როგორც გავლენიანი უხდება მას, ეს მარტივად რო გითხრათ. აი ეს უკვე ესთეტური სამყარო არის ვენერა. რაც უფრო ზევდა პლანეტებზე ავდივართ მეგობრებო, სხვათა შორის მარტში 8 მარტს მეწყება კურსი ასტროფსიქოლოგიის, ერთთვიანი კურსი არის და ძირითადად აი ამებს უკვე ძალიან დეტალურად ვშლით ხოლმე და ვისაც გიქნებათ სურვილი შეგიძლიათ მომწეროთ და ჩაერთოთ ამ ჩემს ტრენინგზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის, რომ ასტროლოგიის გავრცელება მოხდეს უფრო აი ფსიქოლოგიური კუთხით, უფრო რეალისტურად გამოყენებადი კუთხით, რომ ჩვენ პიროვნულ განვითარებაზე იყოს ეს ასტროლოგია უფრო ორიენტირებული და არა თქვათ როგორ დავგეგმო მომავალი და რაღაც პრაქტიკული, რომელიც რეალურად არ მუშაობს ესე ხო, რაც არ უნდა დავგეგმოთ. მე თუ იმას ვაკეთებ სხეულით, მაგრამ შიგნით არა მაქვს შეთანხმება საკუთარ თავთან, ხო? ეს ცოტა პრიმიტიული მიდგომა არის, რომ აი მე რჩევები გავითვალისწინე ასტროლოგიაში და გავაკეთე ის ყველაფერი. ეს თავის მოტყუება უფრო არის, ახლა რაც უფრო ფსიქოლოგიაში გარკვეული არის ადამიანი, მით უფრო ხვდება, რომ ეს როგორი რაღაც თავის მოტყუება არის და რაღაცნაირად ზედაპირული მიდგომა არის ასტროლოგიის მიმართ. ესე არ მუშაობს მეგობრებო, აქ შინაგანი, აი მზე და მთვარე, ცნობიერი და არაცნობიერი კონტაქტზე უნდა იყვნენ ერთმანეთთან, შეთანხმება უნდა იყოს, ეს მთლიანად ერთ ღერძზე ჩართვა უნდა იყოს, რომ მართლა რეალურად მივიღოთ ის შედეგები. თორე ვიღებთ იმას, ქართული მულტფილმი რო არის, ვისაც გახსოვთ, წრუწუნას რო გადააქცევენ ლომად და მაინც რა ყველაფრის ეშინია, სხეულით არის ლომი, მაგრამ შიგნით წრუწუნა არის. აი ეგეთ რაღაცას ვემსგავსებით, რომ შეიძლება გითხრან, რომ აი ეს თანამდებობა კარგია, შენთვის დათანხმდი, ყველაფერი კარგად გექნება და მე თუ თერაპიულად არ გავიარე კონტაქტი ჩემ თავთან და უფროსად დამნიშნავენ და მაინც არ ვიქნები, შინაგანად არ ვიქნები უფროსი. მე გამიკვირდება, რატო ჩაგრავენ, რატო მეკცევიან ცუდად, რა ხდება გარშემო, ხო, ესეთი რატო არ მიმართლებს, იმიტომ რომ იქ შიგნით არა ვარ, იქ იმ თანამდებობაზე და ვარ უბრალოდ ცნობიერად, ხო? და აი ასტროფსიქოლოგიაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ადამიანის გონება, ადამიანის სურვილები, ადამიანის ოცნებები თანხვედრაში იყოს შინაგან შესაძლებლობებთან, შინაგან მისწრაფებებთან და შინაგან შეგრძნებებთან, ხო? აი ამის ჰარმონიზაცია, ეს არის მთელი ცხოვრება, ეს არის მთელი რის გამოც ჩვენ მოვდივართ ამ ქვეყანაზე, რომ რაღაცნაირად გარე სამყარო და შინაგანი სამყარო თანხვედრაში მოვიყვანოთ ერთმანეთს, ან კავშირზე გავიყვანოთ ჩვენი თავი, ხო? რაღაც გარე სამყაროსა და ჩვენ შორის რა ხდება, ხო, სინამდვილეში და აი ეს არის მთელი რუკა ასტროფსიქოლოგიაში, აქ ამუშავებინებს ესეც სიღრმეებზე, მეგობრებო, ეს სერიოზულად მე ხა მარტო ცალკე ადრე ერთი 10 წლის წინ ასტროლოგია ვიცოდი, მე თერაპიაში იმიტომ წავედი, რომ მიხდოდი ეს არ იყო საკმარისი, ის რაც იყო გარედან, ხო, შინაგანად რაღაც სხვანაირად განიცდებოდა და ეს დამაინტერესა და რომ წავედი, მე მივხვდი, რომ ეს ორივე სამყარო ერთად არის გასაერთიანებელი, ეს ელემენტარული ფსიქოლოგიის ცოდნაც გვჭირდება რაღაც დონეზე. და აი ასტროფსიქოლოგია უკვე ერთად ჯამში სერიოზულ შედეგებს ვამუშავებინებს, უბრალოდ თერაპიაში ვართ, ფაქტიურად მუდმივად თერაპიაში ვართ. ჩვენ თერაპიაში ყოფნა რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ შეგრძნებასთან შეხება გვაქვს და არა რაციონალურთან, რომ მე ეს მინდა, მე ის მინდა, ხო? ის რო უნდა გავაკეთო და ეს რო უნდა გავაკეთო, ეს არ არის, ეს არის გონება. და ნამდვილად ხა ჩემთან კონსულტაციის მერე ერთი ზოგჯერ ხშირად არის ერთი კვირის მერე მომწერენ, ორი კვირის შემდეგ მომწერენ. აი ხა მივხვდი ამას, ეხლა კიდე ამას მივხვდი და ეს არის უკვე თერაპია, როცა გრძელდება თერაპიული პროცესი, როცა შეხება გვაქვს ემოციებთან, შევიგრძენი ის პრობლემები, ის კვადრატი ვიგრძენი, ის ასპექტი ვიგრძენი, ის ტრიგონიც ვიგრძენი.
შევიყვანე ჩემი თავი აი ამ გამოცდილებაში და ეხლა ამუშავებს ფსიქიკა ამ შეხვედრას და ახალი რაღაც გათავისუფლებები ხდება აი ამ გეშტალტების დახურვას რო ვეწახით ხო ეს ხდება და იცვლება პატერნი იცვლება შინაგანი სამყარო ამითი და ნელა უკვე ჩვენ უფრო გასაგებები ხდებით ჩვენ თავისთვის ჩვენი ნამდვილი მე უფრო გამოდის ასპარეზზე და არ არის სადღაც დასწავლით ხსევებში ჩამალული და აი ეს არის მეგობრებო მნიშვნელოვანი რომ აი თუნდაც აი ამ პლანეტებს რო უყურებთ ხო ესე კი არ უნდა გავიგოთ უბრალოდ რომ აი ვენერა სიყვარულია და ვაიმე სიყვარულში არ მიმართლებს ჩემი ვენერა დაზიანებულია ეს ძალიან ზედაპირული ხედვები არის ასტროლოგიაზე არ არის ვენერა დაზიანებული ეს ნიშნავს რომ ადამიანი არ უსმენს თავის შინაგან სურვილებს ეწებება ისეთ სიტუაციას სადაც უკმაყოფილო უნდა იყოს სადაც დაუფასებელი უნდა იყოს ან შეგრძნებებზე არ იყოს ხო ორიენტირებული რაღაც მისი სურვილები უგულებელყოფილი არის და აქ ამაზე არის საუბარი სად აქ ის წერტილი როდესაც ახლა დაზიანებული ვენერა სად არის ის წერტილი რომ მე ვერ ვახერხებ ამ შეგრძნებების რეალიზებას მე ვერ ვახერხებ იმ გზნობის შენარჩუნებას რაც მაქვს ხოლმე ხო რა მიშლის ამაში ხელს და ამაზე არის აქ საფიქრალი და არა რომ აი ვენერა თხის ქაში მყავს და მორჩა პირადი არ მექნება ხო ეს ზედაპირული მიდგომები არის ძველი ასტროლოგია და ძველი ადამიანის მიდგომები არის და ახალ ადამიანს ესე ვამბობ ხოლმე ხო მეტი ჩაღრმავება ჭირდება, მეტი ინფორმაციის მოძიება და მეტად კონტაქტზე გასვლა საკუთარ თავთან. აი ეს არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს პლანეტები ხო ძალიან კარგად მეუბნება თქვა ადამიანში რა ხდება, შინაგან სამყაროში რა ხდება და საით მიმართოს თავის თავი, საით დაინახოს აი ეს ასპექტები. ეს ვენერა ამადამ მდებარეობით ხო? აი ამადამ აი ხა მაგალითად მე ვენერა მყავს პირველ სახლში და ასციდენტთან მაქვს შეერთებაში. პირველი სახლი არის მეს გაცნობიერება. მე როგორ დავინახე ეს სამყარო, ხო? მე დავინახე ვენერასეულად. ვენერა რა არის? ესთეტურობა, დიპლომატია, ჰარმონია და ისე მიკვირს ხოლმე უხეში ადამიანები რო არიან, ისე მიკვირს აი ყოველთვის რო ცდილობ რო გამოხატო თავი ძალიან ჰარმონიულად, შვიდად ლამაზად, სამყაროს განაცილამაზეს ელოდები და ბევრს უყურს, ბევრს გონია რომ რაღაცა ძალიან კეთილი ვარ. ხანდახან კი ვარ ხოლმე, მაგრამ ამიტომაც ეგეთი წარა ვარ და აქ უფრო არის რომ მე უბრალოდ ესე უყურებ სამყაროს რომ უნდა ვიყოთ რაღაცნაირად ჰარმონიულები და თავი უნდა გამოვხატოთ ძალიან ესე დიპლომატიურად ესე რო ვთქვათ და ხო და ესე ჩვენც ესე შაბეჭდილებას ტოვებთ რომ ვითომ ძალიან სენდი თვილები ვართ მაგრამ ეს უფრო დამოკიდებულება არის სამყაროს მიმართ და თვით გამოხატვის დამოკიდებულება ხო და ნუ კუთხურ სახლში ყოველთვის პლანეტა ძალიან ძლიერია ხო ვინც პლუტონი ყავს ასციდენტზე ხო ის გამოხატავს სამყაროში აი პლუტონიანურად რომ ის ძალიან ძლიერია ან ძალიან ღრმა არის ან შიში აქვს რაღაც ის თვით გამოხატვა საკუთარი ენერგიის შიში აქვს ან პირიქით საკუთარი ძალის ის უნდა რაღაც პოვნა საკუთარ თავში ხო და მასში რაღაც ტრანსფორმაცია ამუდმივად და შეიძლება ესეთი ადამიანი გარედან ჩანდეს როგორი პირქუშია როგორი ძლიერია როგორი ჩუმია ამაზე ვერაფერს ვერ გაიგებ ეს პლუტონი მალავს ხო აქ ასციდენტზე ყველაფერს და ამიტომ შეიძლება ისეთი თვილი საყვარელი ვენერა ყავს ისეთი კეთილი მთვარე ყავს და შინაგანად იმდენად სხვა ადამიანი აღმოჩნდეს და ამ ასციდენტმა იმ ვიზუალმა მისმა პირველადმა სამყაროს ხედვამ როგორ გამოავლინა ცოტა სხვანაირად ხო და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს წერტილი დავიჭიროთ ეს მთელი კომბინაციებში რუკა რომ მთლიანობაში იკვრება ძალიან ბევრ რაღაცას გებულობთ საკუთარ თავზე რაღაცნაირად სამყაროს კანონებზეც ბევრ რაღაცას გებულობთ რომ სამყარო როგორ მუშაობს რომ ჩვენ როგორ ვართ ამ სამყაროში შემოსულები რა ენერგიით ვართ როგორ აღვიქვამენ გარედან როგორ აღვიქვამ სინამდვილეში ჩვენ თავს ხო და რა ხდება საერთოდ სამყაროში, როცა ჩვენ შეხებაში ვართ ამ სამყაროსთან. აი ამ კომბინაციაში იკვრება მთელი სურათი და ერთი საინტერესო არის, რომ აი როცა სოციალურ პლანეტებზე ლაპარაკობ, სოციალურ პლანეტები ნიშნავს, რომ ახლა მე მაგალითად ჩემი იუპიტერს ესე ჩემთვის რომ ვზივარ, ვერავამშავ თუ ხალხთან შეხება არ მაქვს, კარიერული შეხება არ მაქვს, ხო? სატურნის ამავე დროს მსგავს ენერგიას ატარებს და ზოგი არის საერთოდ აი ადამიანი რომელიც მხოლოდ პირად ცხოვრება
განვითარებაზე არის ორიენტირებული და თუნდაც სამსახურში მუშაობს, მაგრამ არაფერი არ ინტერესებს სხვა, მხოლოდ აი თავშულები როგორ არიან, ანუ ეს მეხუთე სახლი, მთვარე, ვენერა, მარსი სიტყვაზე ვთქვათ, როგორ ალაგებს სახლს, როგორ უკლავდება იქ პატარა ვიწრო თავის ღობეს და შეიძლება ამ პატარა ვიწრო ღობეშია ფიზიკურად ადამიანი, მაგრამ იყოს ვაჟა-ფშაველა, ხო, მოგზაურობდეს მისი სული და გახსნილი იყოს აი ამ იუპიტერში, სატურნში, ნეპტუნში, ურანში, პლუტონში, ანუ უმაღლეს პლანეტებთან იყოს გაშლილი, ხო? აი ამ პლანეტების ჩართასაც სჭირდება სხვა დონეები, აი ამ გასვლა აი ამ პირადი სივრციდან და იუპიტერი, ურანი, ეს არის უკვე საკაცობრიო ენერგიები, ურანი ეს არის აბა ხალხს ზემსახურება, აი თანამოაზრეების შეკრება, რაღაც უფრო მეტი მინდა ვიდრე ჭამასმა და გორაობა სიტყვაზე, ხო, კომფორტულად სახლში. აი როცა უფრო მეტი გვინდა, იქ იხსნება მეტი პლანეტები, იმ პლანეტების რეალიზებაც იხსნება. მე ნელ-ნელა თორე ძალიან ბევრი ადამიანი, აი ხო წინასე უსმენდი, ბევრი ადამიანი არის აი ამ დონეზე, ხო, რასაც თქვათ პირადი პლანეტები ქვია. და ხა უსმენდი გადაცემას, სადაც ექსპერიმენტი გააკეთეს ამერიკაში, ეს ჰოლოკოსტის თემა, რომ იმას ეკნათ, გაერკვიათ, რომ მარტო გერმანელებში მოხდა ეს ამბავი, რომ ეს ბრძანებებს ეს სასტიკად ასრულებდნენ. მაქსიმ კაცხი თუ იცით ეს იმას ქონდა კიდე დადებული ეს ვიდეოც და მან არის კვლევა 30%-მა მხოლოდ მძიმე სხვა ადამიანისთვის სიცოცხლისთვის საშიში მათ ესე ეგონათ, ნუ კვლევა იყო ფარული მხოლოდ 30%-მა არ მიიღო მონაწილეობა და თქვა, რომ რაც არ უნდა ავტორიტეტებს ეთქვათ მისთვის, რომ გააგრძელე და ჩვენ ვიღებთ მარტო პასუხისგებლობას, მხოლოდ 30%-მა თქვა, რომ არა, მე მაქვს სხვა საშუალება, ანუ მე მაქვს არჩევანის უფლება და მე ამას არ გავაკეთებ და წავიდა. და დანარჩენმა 70%-მა უპირობოდ საერთოდ, ну, აი, ზან უჭირდათ, რაღაც შიდაპიროვნული კრიზისი ჰქონდათ, მაგრამ, ну, ვიღაცამ გითხრა ავტორიტეტულმა ფიგურამ იქ ხალათი აცვია და მორჩა, ესე იგი, მე უნდა დაუჯერო მას, ხო? და პასუხისგებლობა უბრალოდ არ აიღეს თავზე და გახდნენ შემსრულებლები და როცა ხა რაღაც ძალიან ცუდს აკეთებენ და მე ამ ბევრი სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარეს ეს კვლევა და მე მიხვდნენ რომ საერთოდ არ არის აქ ეროვნებაზე ადამიანების დიდ პროცენტს როცა ეუბნებიან რომ შენ პასუხისგებლობა არ აქვს და მე ვარ ძალიან ბევრი საშინელი რაღაცების გაკეთება შეუძლიათ, კვლელობაც შეუძლიათ, რაღაც წამებაც შეუძლიათ და ყველაფერი. და აი ხა რატომ აქ ამაზე საუბარი? მიუხედავად ყველაფრისა, ხო, იქ კარიერაში ვითომ რეალიზებულები არიან და რაღაცა, მაინც არ არის აქ უმაღლესი პლანეტები ჩართული ესეთ დროს. ხა ძალიან კი მოუარე, მაგრამ აი რეალურად უფრო ესე გლობალური კუთხით რო შევხედოთ, ხალხის დიდი ნაწილი არის ამ მარტივ დონეზე, ხო? იქ მეათე სახლი, ძალიან ვიწრო ის კარიერაც, ის იუპიტერი, მხოლოდ ჩემი პირადი კეთილდღეობისთვის მინდა და უმაღლესი პლანეტების უმაღლესი ენერგია ეს არის, როცა მე აი ამ ენერგიასთან კონტაქტზე ვარ, აი ამ გლობალურ ენერგიასთან კონტაქტზე ვარ, ხო? სამყაროსთან კონტაქტზე ვარ და მე პასუხისგებლობაში ვარ ამ სამყაროზე, ხო? აი ეს ენერგია არის უმაღლესი პლანეტები და თუ ვინმე რამე სერიოზულს აკეთებს ამ სამყაროში, ხო? ეს არის უმაღლესი პლანეტების ენერგიით. პირადი როცა არის ეს პირადი პლანეტები რაღაც დონეზე გაცნობიერებული კიდე და კიდე უფრო ირთვება აქ უმაღლესი პლანეტები და საერთოდ მან ვამბობთ ხოლმე ეზოთერულ ასტროლოგიაში რომ ინკარნაციული გამოცდილება ჭირდება ადამიანს ეს პლანეტები ნენელა იხსნება და ნენელა ამას სულის გამოცდილება ჭირდება უკვე და აი ამ შემთხვევაში როგორც ვაჟა-ფშაველას შემთხვევაში ხო რომ აი ცებ ესეთი ადამიანი ესეთ გაცნობიერებული ადამიანი რომ მოვიდა ხო ჩვენთან და მე მინდა ხა შემდეგში გავაკეთო ჩვენს წერილებზე და ჩვენს საზოგადო მოღვაწეებზე ასტროლოგიური ანალიზები, იმიტომ რომ ხა ძალიან ვითომ ცნობილი ადამიანები არიან სულ სხველებთან, მაგრამ ჩვენები ყველაზე მაგრები რა დააშავეს ხო? და თან მით უმეტეს ჩვენები არიან და ჩვენს ხასიათში უფრო მნიშვნელოვანი არის ეს ასტროლოგიური კომბინაციების დაჭერა.
და ნუ ესეთი შემთხვევა იყო რა, რომ ემას ინკარნაციული გამოცდილება ჭირდება და აქ ნენალა უკვე ჩვენ წევთ რაღაცნაირად პლანეტების ენერგიებს და რაც უფრო ჩვენ პრობლემებს ვაგვარებთ, უფრო კონტაქტზე გავდივართ შიდა ენერგიასთან, უფრო ენერგიაც იზრდება ჩვენი და უფრო სხვებისთვისაც საინტერესოები ხვდებით და გარე პროცესებშიც მონაწილეობის მიღება შეგვიძლია. აი ეს არის ხოლმე ეს ან მოკლედ რო გითხრათ და ეს არის ხოლმე ასტროლოგიურად რა შეიძლება ახლა გავაკეთოთ მაგალითად ხო ფაქტობრივად ყველა სფეროში შევისწავლოთ ჩვენი თავი მიაქციეთ ყურადღება თქვენი მზე თქვენი მთვარე რა ასპექტებში არის მთვარე თუ არის ცოტა რთულ კომბინაციაში სხეულთან ესე კი არ აქვს კონტაქტი ადამიანს შეგრძნებებთან არ აქვს სხეულს მე იმას კი არ ვუყურებ ახლა ხელს ვაჭერთ იც და ეს ნევროლოგთან რო გვირტყამენ მუხლებზე და ესე კი ნევროლოგიური პრობლემები არ აქვს. ამ შეგრძნებებს არ გეუბნებით. ხელთან კონტაქტს გეუბნებით, უფრო აი რაღაცა გვაწუხებს მაგალითად, ხო, ორგანო. ის რა ფსიქოსომატიკაში არის, რა კონტაქტზე არის ჩვენთან, რისი თქმა უნდა ამ ორგანოს, ხო? შეგრძნებები რო შემოგდის, დაჭიმულობები რო შემოგდის, აქ ყოველთვის სხეული გველაპარაკება, თავის შინაგან ემოციურ სხეული არის კონტაქტი სხეულსა და ემოციას შორის და ამასთან კონტაქტში უფრო მთვარე გვეხმარება ხოლმე როგორც წესი და გასვლა არის აქ აუცილებლად საჭირო ჰარმონიული მთვარის შემთხვევაში ეს არის რომ მე კი შინაგანად შეგრძნებებში ყველაფერი კარგად მაქვს შეიძლება ეს ცნობიერის პრობლემა იყოს შეიძლება ვენერას პრობლემა იყოს შეგრძნებების შეიძლება იუპიტერის პრობლემა იყოს აი მათ გავდივართ ხოლმე და თუ მთლიანად ყველაფერი დაზიანებული არის აქ ესე იგი პრობლემა მაქვს მე უკვე ძალიან ბევრი შიდა კონფლიქტი მაქვს და მე ვერსად სადაც არ უნდა წავიდე ვერსად იმ კმაყოფილებას ვერ ვიღებ რაც მე მინდა და აქ კიდე ცალკე მუშაობა არის უკვე რა თქმა უნდა საჭირო ცალკე ვენერაზე ცალკე მთვარეზე ცალკე იუპიტერზე და ასე შემდეგ ხო აი ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის იმედია საინტერესო იყო ჩვენი საუბარი და დროებით მეგობრებო დამიწერეთ კომენტარებში რას თქვენ როგორ კითხვები თუ გაქვთ ამ თემებზე მაგალითად ხო დროებით